2015 წელს თბილისში დაგეგმილ ახალგაზრდულ ოლიმპიადამდე სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრება ტარდება ისანში რაიონის ოლიმპიური თამაშები მარათონით გაიხსნა მონაწილეებმა 300 არაგოლიდან ისნის მეტროსადგურამდე დისტანცია სირბილით დაფარა. შეჯიბრებები მთელი სექტემბრის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებაში ჩართულია ნაციონალურ მოძრაობის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძეც. ჩვენ გავაცოცხლეთ ისნის რაიონი, სრულიად სხვა განვითარების ეტაპს ვიწყებთ. უკუპროსურად დავიწყეთ 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიადა ჩატარდება ჩვენს რაიონში. შესაბამისად, ეს მარათონი, ეს სპორტული ღონისძიებები და ეს ოლიმპიადა, რომელიც მთელი სექტემბრის მანძილზე გაიმართება და რომელსაც 2000 მონაწილე ყავს, არის მზადება იმ დიდი პროექტისთვის, რასაც ჩვენი რაიონი უმასპინძლებს. და ის პროექტი ეს არის 1000-ობით სამუშაო ადგილი, კონკრეტული შემოსავალი ისანში მაცხოვრებელი ოჯახებისათვის და მთელი საქართველოსათვის. ჩვენ ყველანი ერთად ისანს განვითარების ცენტრად ვაქცევთ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ეს არის ისნის ოლიმპიადის გახსნა, რომელშიც არის 8 სახეობა სპორტის, ეს იქნება მინი ფეხბურთი, გრეხიტბოლი, სტრიტბოლი, ფრენბურთი, ჭადრაკი, ნარდი და ეს არის სწორედ სპრინტი, ანუ გახსნა მარათონით. მარათონი არის 300 არაგოლის მეტროდან ისნის მეტრომდე. ყველა სპორტის სახეობაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 3 სახის მედლებით, ოქრო, ბრინჯაო, ვერცხლით.